საქართველოს განათლების მინისტრმა იუსტიციის მინისტრთან ერთად ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე თემატური ბანაკი გახსნა. ბანაკი წელს 8 ნაკადად ჩატარდება და 1000-მდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. ალექსანდრე წულაძემ და პაატა სალიამ ახალგაზრდებში სოციალური, პიროვნული და კომუნიკაციური უნარჩვევების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. 2025 წელს თემატური ბანაკი 2 ლოკაციაზე, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ქართველი ახალგაზრდისათვის იქნებოდეს ჩვენ ქვეყანაში შესაძლებლობები საკუთარი პოტენციალის და ნიჭის რეალიზებისთვის. ახალგაზრდობის სააგენტოს ყველა პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მონაწილეებს ექნებათ საშუალება, რომ განევითარონ სხვადასხვა რბილი უნარები და გამჭვირვალე კომპეტენციები, მათ შორის კომუნიკაციის, ლიდერობის და ასე შემდეგ. ეს არის სტუდენტური ახალგაზრდული ბანაკი. აქ არიან შეკრებილი სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, ისინი ერთმანეთს ეცნობიან და ეს არის ძალიან კარგი იმისათვის, რომ ჩვენ გამოვავლინოთ ამ ახალგაზრდებში საუკეთესო თვისებები, რაც სამომავლოდ ჩვენ ქვეყანას ნამდვილად გამოადგება. ვარ თემატურ ბანაკში იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სადაც ტარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგები, სპორტული აქტივობები და ძალიან საინტერესო შეხვედრები. ვფიქრობ, რომ ეს ბანაკები არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ გავიცანთ ძალიან ბევრი ახალი მეგობარი, ესეთი აქტივობები ხშირად უნდა ჩატარდეს.